სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერების და აგრობიზნესით დაინტერესებული პირების მუდმივი მხარდამჭერია. ჩვენი საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები და რეგიონული სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალიტეტს ემსახურებიან. სააგენტოს გენდერული სტრატეგიის ფარგლებში მიზნად დავისახეთ ქალი ფერმერების მოტივირება და მათი აქტიურობის გაზრდა სოფლის მეურნეობის სექტორში. საინფორმაციო შეხვედრებსა და საველე ვიზიტებში ქალების აქტიურმა ჩართულობამ ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო. მიმდინარე წელს ჩვენი საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ისარგებლა 10,000-ზე მეტმა ქალბატონმა. პროგრამის ფარგლებში დაფნის ბაღი გავაშენე და 70%-იანი თანადაფინანსება მივიღე. გარდა მატერიალური სარგებლისა, საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებაც მივიღე, რაც ჩემნაირი ფერმერებისთვის დამატებით შესაძლებლობას და мотивაციას ქმნის. პროგრამის ყველა ფაზაზე დაწყებული პროგრამაზე ინფორმაციის მიღებით, საგრანტო აპლიკაციის შევსები და შემდგომ გრანტის ათვისების ეტაპზეც უწყებ მხარდაჭერას გრძნობდი, რაც ნათელი მომავლის და წარმატების იმედს მინერგავს. სოფლის მეურნეობაში რამდენიმე წელია ჩართული ვარ. თავდაპირველად ხილის ბაღი გავაშენე. პროგრამის შესახებ 2023 წელს გავიგე. სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის მიწვევით საინფორმაციო შეხვედრებს და საველე ვიზიტს დავესწარი და ვაშლის ბაღის გაშენებას გადავწყვიტე. პროგრამა მიმდენად გაამართლა მოლოდინები, რომ დამატებით ატმის ბაღის გაფართოებისთვისაც გამოვიყენე. წარმატებას ერთად აღვნიშნავთ, რომ არა ისინი ამ ხელა მასშტაბის პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მაიას და თეას მსგავსად სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლები სად არიან თქვენთვისაც იყვნენ გზამკვლევი სოფლის მეურნეობაში ახალი და საინტერესო წამოწყებების გასავითარებლად.